ერთი შემთხვევა იყო გურჯაანში, ანუ კომენტარის გამო დააჯარიმეს ადამიანი და მეორე პროცესი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ნახოთ ხა ეს სიუჟეტი თუ როგორ წარმოგვიჩვენს ამ ყველაფერს სახელმწიფო მედია და მერე ცხადია მოვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებებსაც ამ ყველაფერთან და ყველა მსგავს საქმეებთან დაკავშირებით. სიძულვილი სენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვა აქტიურად გრძელდება. საქმე სოციალურ ქსელში მოქალაქე ნოდარ რაქვიაშვილის მიერ გაკეთებულ შეურაცხყოფელ კომენტარს ეხება. მოსამართლემ ნოდარ რაქვიაშვილის სამართალდამრღვევად ცნო და მას 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოქალაქე გიორგი რუსია საქმე განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხყოფელი კომენტარისთვის მოსამართლემ მას 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. კონსერვატორების საქართველოსთვის წევრი კახი ხუციშვილი გვერდება, რა შეიძლება ამაზე ითქვას, საით მივყავართ ამ ყველაფერს და როგორია ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. აქ კაციანი დეპარტამენტი არ ნიშნავს, რომ ჯერჯერობით პატარა მოსინჯვა ხდება. სინამდვილეში ეგრეა. მათ შეუძლიათ ძალიან სწრაფად გადავიდნენ ფართო მასშტაბიან მოქმედებებზე და ნებისმიერი ადამიანის სტატუსი გააკონტროლონ. უბრალოდ საქმე რაშია, იცი? ანუ არ გახსნეს ჯერ ალგორითმი, კონტროლის ალგორითმი არ გახსნეს ისე, რომ საზოგადოებაში უცებ მძაფრი პროტესტი გამოიწვიოს. ერთი-ორი კაცის დაჯარიმება და ამ ორი კაცის დაჯარიმების საჯარო დემონსტრაცია, აი იმედის არხზე, რუსთავი 2-ის არხზე და სხვადასხვა ტელევიზიების მეშვეობით უნდა გააშუქონ როგორ დაისაჯა ვიღაც სოციალურ ქსელში ადრის გამოხატვის გამო. რომ ეს დემონსტრაციული დაჯის გაშუქება გახდეს პრევენციული მექანიზმი, რომ ხალხი ჩაუხშონ თავისუფალი ადრის გამოხატვა, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია აკადემიკური კრიტიკა მისცეს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. ვიღაც შეიგინება, ვიღაც გაბრაზდება, ვიღაც დაწყევლის, ეხლა ბიძინას დაწყევლის გამო რომ დააჯარიმებ ვიღაცას, ხო? ვინ არის საერთოდ ბიძინა ივანიშვილი? ხო? რეალურად ხო არანაირ ოფიციალურ პოზიციას არ იკავებს, კაცო. ეს არის ვიღაცა ბიზნესმენი, რომელსაც აქვს ძალაუფლება, ხო? და ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე რო იტყვის, რომ არ მომწონს ეს კაცი და აი დაწყევლა დაუშვათ, ხო, არ შეუგინებია. და მაგალითად რო სახელმწიფო აჯარიმებს, ეხლა ჩვენ ხო კომედიაში გამოვდივართ, ხო ეს ხო რეალური სახელმწიფო ფორმა არ შეიძლება იყოს ესეთი. აი რაოდენ აბსურდული გარემო იქნება ესე ჯაბა. ხო მეთანხმები, ეხლა წარმოიდგინე გურჯაანელი კაცი დააჯარიმეს, გინე კომუნისტებს არ უქნიათ ეგეთი რამე. კომუნისტებს არ დაახლოებით აი კომუნისტები რადგან ახსენე, კახი აი ნახე ეგეთი ის რო დადიოდა მოარული ხმები, კაცმა არ იცის მართალია თუ არა, მაგრამ 30-იან წლებში ადამიანების მიმართ რეპრესიებს ჰქონდა ადგილი თურმე იმის გამო რომ ვიღაცა სიტყვაზე მეწაღემ რაღაცა სადგისი დაარჭო მაგიდაზე და იქ გაზეთი იყო თურმე და სტალინის ფოტოს მოხვდა თვალში და აი რა თქმა უნდა ეხა ეს ცოტა რეალობისგან შორს არის, მაგრამ დაახლოებით ეგეთი რაღაცა ალუზიები ჩნდება რომ ბიძინა ივანიშვილის დაწყევლის გამო ადამიანი მისცეს სამართლებრივ პასუხისგებაში, ხო როგორი აბსურდი, ანუ დაუჯერებელია, მაგრამ ხდება უკვე ჩვენ ქვეყანაში ფაქტია. კი ბატონო, ჯაბა, მე მაგაზე გეტყვი შემდეგ რამეს რა. მე აი ჩემი 14 წლის ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული მეორე მსოფლიო ომის ამბებიდან და დეტალურად ვიკვლევდი საბჭოთა კავშირის მმართველობის ფორმებს, როგორ მოიგეს მეორე მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომის მერე როგორ ვითარდებოდა და ასე შემდეგ და მე აი ძალიან ბევრ არქივს ვარ გაცნობილი და ზუსტად აი მაგ ფრაზებს როცა ვიცმენდი რომ სტალინის სურათის რაღაც უხეშად ჩამოხსნის გამო კაცი გააცინდეს ასე შემდეგ მე ვცდილობდი მეპოვა მსგავსი ჩანაწერები არქივებში, საჯარო არქივებში და ასე შემდეგ. ეს მონაცემებით მე ან მართლა რადგან ვიკვლიე მაგიტომ ამბობ, ვერავინ ვერ დადებს რომ ვინმეს ან სიტყვიერი რაღაცა გამონათქვამის გამო დასჯამი ესაჯა სტალინის ან ნებისმიერ ლიდერის გამო. ან ნებისმიერ ადამიანს სურათის ჩამოგლეჯვის გამო, განსაკუთრებით წევლის გამო. აი დღეს 70 წლიანი საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში რომელიმე საბჭოთა კავშირის ლიდერის მიმართ წევლის გამო დასჯილ ადამიანს თუ მაჩვენებთ, მაშინ არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ არ არსებობს ეგეთი ჩანაწერი. და არსებობს ჩანაწერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის წევლის გამო დასჯილი ადამიანის. შესაბამისად, ვინ უფრო მეტი დიქტატურაა? ბიძინა ივანიშვილი თუ ნებისმიერი საბჭოთა კავშირის მმართველი. მე გეტყვი შემდეგ რამეს. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და 21 საუკუნეში შექმნა ისეთი ფორმის დიქტატურა, რომელიც საბჭოთა კავშირშიც გაუკვირდებოდათ.
ხურუშოვს ან ბრეჟნევს ვენახა ბიძინამ რა მოაწყო აქ, შეშურდებოდა და დააკოპირებდა, იმიტომ რომ მოახერხა შემდეგი რამ. ნებისმიერი კრიტიკა მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, იმიტომ რომ უარესი შეიძლება დაგვემართოს თუ მაგას გააკრიტიკებ. აი ესეთი რაღაც დანერგა ამ ქვეყანაში და საზოგადოებაში სამწუხაროდ არსებობს ეგეთი განცდა, რომ ბიძინას თუ გააკრიტიკებ, ჩვენ მეხი დაგვეცემა. და ჩემი აზრით ეხლა რა ვიცი, უნდა გამოვიდეთ ესეთი უაზრო მდგომარეობიდან და რეალურად შევხედოთ თუ რა ემართება ჩვენს ქვეყანას, ხო? საუბარს ვაგრძელებთ კონსერვატორების საქართველოსთვის წევრთან დავით გაფრინდაშვილთან. მოგესალმებით დავით. მოგესალმებით ჯაობა, მივესალმები მაყურებელს. ეს ყველაფერი მე რაღაცნაირად გონია, იგივე ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგის ლოგიკური გაგრძელება. 80% რო დაფიქსირდა ოცნების სასარგებლოდ. ოცნებამ მიიღო ეს მწვანე შუქად ყველაფერზე, მათ შორის აკეთოს ესეთი რაღაცეები, ხო, ადამიანებს აზრის გამოყოფა ყველაფერი უკვე, ხო, რაც გაუვა და ანუ რაღაცა გარკვეულწილად უკვე აი ხალხში აი რაღაც იმპულსი როგორ დავარქვა, რომ აი წინამდებობის გაწევა, ანუ ყველაფერზე უწევთ, ანუ რაღაცა თანხმობის მიცემა, ხო, აი რაღაცა ანუ აი წინაზე გისმენდით ახლა შენ საუბრობდით თუ ადამიანს არ აქვს იმის შინაგანი ძალა, უნარი, რომ მის მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფას, ძალადობას ეგრევე გასცეს შესაბამისი პასუხი, შედეგად მე იღებს უფრო მძიმე შეურაცხყოფას და ძალადობას. ხო, და აი მე აი სამწუხაროდ მართლა ზოგჯერ ვფიქრობ რა, აი რა მოგვივიდა. აი მე მთელი ერის სახეთ ხო ჩვენ ხო ქვეყნის ნაწილი, ანუ ჩვენ ერთნი ვართ, ხო? ანუ ამ სივრცეში, ამ პატარა ქვეყანაში ცხოვრობთ, ხო? ანუ ქართველები, ხო? აი არ ვიცი, ჩვენი ანუ რითი უნდა საამაყო რაც გვაქვს, რითი ვამაყობდით და რითი უნდა ვიამაყოთ, ხო? ჩვენი წარსულით, ისტორიით, ხო, აი ისტორიული მეხსიერების დაბრუნებით, ანუ გადავხედოთ აი ჩვენ წინაპრებს, აი როგორ ცხოვრობდნენ, ხო, არ ვიცი, აი მათთან შედარებით, არ ვიცი, უკვე ფიქრობ ხოლმე, რომ როგორც ცადა დედამიწა, ისე განსხვავდებით ხოლმე, ხო და ეს ხო ყველა თვითონ ჩვენთანგანის ტკივილია, რომ უკვე უმრავლესობაში გადადის, გამიგე, აი ქართველი ერი თავის აი ნიშნულს რაღაცას კარგავს, რაც გვაქვს სოფლიოში, ხო, აი მახსენდება უწმინდესი და უნიტარესის ესეთი ფრაზა, რომ ჩვენო კურთხევა მოგვეცაო ზეციდანო რა, დედაღვთისმშობელიდან, ანუ ზეციდანო, რომ მთელ სოფლიოს დავანახოთო, თუ როგორი უნდა იყოსო ადამიანია. და ჩვენ ხო ქართველები ვართ. ჩვენ ხო ანუ აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ, ჩვენი აღსარებლობა გვაქვს, ჩვენი ტრადიცია გვაქვს, ჩვენი ანუ ნიში გვაქვს, ანუ აღებული და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ანუ რაღაცა არ გავთ რა, აი მახსოვს მე უტრირების თემა, აუ რა ქართველობას გვართმევენ? არავინ არ გართმევს. შენ თუ არ დათმე, ვერავინ ვერ წაგათვეს რა, ადრე არ თმევდნენ. აი ეგ არის, შენ თვითონ უკვე აი გეგონება უარს იძახი, აი ქართველს რაც აქვს, ხო? მართლა საამაყო, აი იმაზე იძახი უკვე რა, უარს და არავინ არ გართმევს. შენ თმობ ამას. ის ცდილობს რა, ყოველთვის ცდილობდა ისტორიის განმავლობაში წართმევას თუნდაც, ხო? მაგრამ შევინარჩუნეთ, ხო? ღირსება შევინარჩუნეთ. ღირსებიდან იწყება ყველაფერი. ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი რავი ტრადიცია, ყველაფერი ადამიანს თუ ღირსება აღარ აქვს, ხო, ჩათვალე, რომ ქართველი კი არა, შენ თვითონ შენ თავს წართვი, ის ვინც ხარ რა, ის ეროვნული, აი ცხოველს არ გაარჩია, მარტო არა, აი ცხოველსაც კი აქვს, რავი, ღირსება რა. ანუ რაღაცაზე რაღაც რეაგირებს, ხო? და რა ვიცი, აი ჩვენ აი რაღაც ისეთი ინერტულები გავხდით, ყველაფერს უკვე უტარებთ, ხო და აი იმიტომ არის აქ აღარ არის არც ერთობა, რაღაც აი დასაქსულია რა საზოგადოება. აქეთ გიტევენ, შენ რომ რამეს დააფიქსირებ ისეც, ხო, აი არ მოსაწონს კი არა, ზოგადად აი რაც არარეალური, აი მე ამ ბოლო დროს, ხო, აი რაც დაიწყეს ეს ამაზე აი რაღაც აზრის პოლიცია, ხო, ჩამოყალიბება რაღაცა ეს სულ ვიხსენებ ხოლმე აი Paul რაღაც აი ეს ჯორჯ ორუელის ეს არის ანტიუტოპიური ის არა, როմანი 1984 ქვია რა.
და აი იქ არის რა ნაჩვენების ფილმიც არის და ნაწარმოებიც რა და ანუ ვისაც არ აქვს საკითხი ურჩევ წაიკითხოს და შეადაროს პარალელი გააკეთოს აი რა სისტემაც ინერგება ეხა და აი იმ რომანის შორის ხო იქ ხო არის რომ აი დევნია ყოველგვარ აზრს რომელიც ეწინააღმდეგება მართლ პარტიას რომ შენ არაფერი არ უნდა თქვა ესეთი კრიტიკული ცუდი კი არა ცილისწამებული უბრალოდ რომ აი ესე არ შეიძლება ვთქვათ რა არ არის აი ყველას გვეშლება ხო რაღაცა ანუ არ არსებობს იგივე მოვიდა წინა ხელისუფლების ლიდერს ანუ ხო ვიცით რა ეხლა როგორც დაამთავრა და სად არის და რა სივრცეშია ხო რაღაცა ის განდიდების მანიით შეპყრობილი რომ ყველაფერში მე ვარ მართალი ხო და მე ერთი რო იყოს ეს ბელადომანია ჩემი აზრით აი ეს გუპავს რა აი აღარ დამთავრდა